მოგესალმებით, მე ვარ ქეთი ბაქრაძე, თქვენ ისევ ჩემს სამზარეულოში იმყოფებით. ამჯერად დღეს მე თქვენთვის საინტერესო კერძი მაქვს. მე მინდა რომ თქვენ ოჯახთან ერთად ესკეთება ნამდვილად თავგადასავლად აქციოდ და მინდა შემოგთავაზოთ უძველესი იტალიური კერძი. ეს არის ნიოკი, არ შეგაშინოთ სახელმა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ გაიგებთ სახელს, ვთქვათ ნიოკი და ვერ ხვდებით რა არის და გონიათ რომ რთულია და ეგრევე არ მინდა არ გააკეთებ. არა, ეს ძალიან მარტივი კერძია. მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე ჩემს შვილებთანაც ამ კერძს, თვითონ ძალიან უყვარდა, ერთად ვაკეთებ ხოლმე. ბევრ ფილმშიც არის და მე კეთების დროს გაგახსენებთ რა ფილმებში და როგორაც არის ეს როგორც აკეთებენ. და დღეს ამ კერძს მე ვაკეთებ ნადუღით. იტალიელები ნადუღის მაგივრად ხმარობენ ხოლმე რიკოტას, მაგრამ ზუსტად იმიტომ ვარ მე თქვენთან, რომ დაგეხმაროთ როგორ შევცვალოთ პროდუქტები. ზუსტად ნადუღით შეგვიძლია შევცვალოთ რიკოტა, გავხადოთ პიკანტური ეს კერძი, აქ ვამატებ კიდევ ყაბახს, პიტნას, ბაზილიკს, რომ იცოდეთ რა სუნი აქ ოთახში ამის სუნი დგას, ეს ბაზილიკით შეგვიძლია რომ შაშკლავით შევცვალოთ, თუ ვერ იშოვეთ. მოკლედ უგემრიელეს კერძს ვაკეთებთ და საინტერესო კეთების ფორმა აქვს, იმიტომ რომ ეს ცომს როდესაც გავაკეთებ, აი ხა მიყურეთ, მე ამას გავშლი, დავჭრი და მთელი ამბავია, ნამდვილად თავგადასავალი იქნება ეს თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამას აუცილებლად გააკეთეთ და ძალიან კმაყოფილებით დარჩებით. მოდით დავიწყოთ კეთება. როგორ ვიწყებთ ჩვენ? ახლა პირველ რიგში მაქვს 300 გრამი ნადუღი, მოვათავსებ აი ესეთ ჯამში ამ ნადუღს. მაქვს გახეხილი 2 ყაბაღი უკვე. ეხლა დავჭრი ბაზილიკს და პიტნას. არ უნდა ამას წვრილად და ისე დაჭრა. ამასაც აი აქ ესე ჩავყრი. თვითონ ამ კერძს, კონკრეტულ აი ამ კერძს ნიოკს აქვს ძალიან ბევრი ვარიანტები. აუცილებლად გაგიკეთებთ სხვადასხვა ვარიანტებში, იმიტომ რომ უადვილესია და ყველა პროდუქტი ყოველთვის გვაქვს, კარტოფილიც ყოველთვის გვაქვს და ფქვილიც და ასე შემდეგ. დავჭრი პიტნას. აი ესე. ეხლა აი ნახეთ რას ვიზამ. აი ესე აურევ ამ ბაზილიკს, ყაბახს და პიტნას. ხელით უნდა გაკეთდეს, ამისში არ ბლენდერი გამოგვადგება. არაფერი და რატო? ეხლა მე ამას დავუმატებ კვერცხს და დავუმატებ კიდევ ფქვილს, რომ არ გეწეპებოდეს. ამიტომ დაახლოებით სადღაც 2 ჭიქა ჭირდება, მაგრამ ამას ხელით ზუსტად იმიტომ ვზილავ, რომ თქვენ ხელით ამას იგრძნობთ. ეხლა ავიღებ 2 კვერცხს. და გვჭირდება 2 კვერცხის გული მხოლოდ. აი ესე. 1. ესეც 2. იმისთვის არის კვერცხის გული, რომ მე ეს მასა შეიკრას და ახლა დავიწყებ ცოტა კიდე, აი ჯერ ესე დავუმატებ ამ ქვილს. და დავიწყებ ამის მოზელვას, ასე ვთქვათ. აი მომყვება, მაგრამ ჯერ ფქვილი კიდე ჭირდება. ეხლა იმისთვის რომ ამას მივცეთ პიკანტურობა და ისეთი გემო, ამას ჭირდება კიდევ ლიმონის მე ლიმონის ცედრა უნდა, მე ლაიმი მიყვარს და გადავწყვეტ რომ ორივეს ცედრას გავუკეთებ და მოვხდება. ესე. ფერსაც მიცემს და საინტერესო შესახედაობად საინტერესო ექნება ჩვენ კერძს. ესე. ეხლა რას ვშვები? ეხლა ვამატებ ისევ ფქვილს. დაახლოებით გითხარით რომ 2 ჭიქა გჭირდებათ, მაგრამ მაინც ეს უნდა თქვენთან იგრძნოთ. ავიღებ აი სპეციალური სილიკონი მაქვს იმისთვის რომ აქ გავაკეთებ ბურთებს. რომელსაც მე დავამრგვალებ, ესე სიგრძეში გავზდი, მე დავჭრი. და თუ როგორ დავჭრი, ამასაც გაჩვენებთ. აი ეს ერთი ბურთი, ახლა რა ვშვები ამ ბურთისგან. ამას კიდე
ერთხელ გავჭრი ესე. აი ესე. მე მაგალითად ეს კერძი რატომ მომიდომეს საერთოდ იცით რომ გამეკეთებინა? საერთოდ ძალიან მაქვს ეს ჩვევა რომ აი რაღაც ფილმს რო უყურებ მახსოვს ხოლმე მე ეს კერძები და სულ მინდება რომ გავაკეთო ხოლმე რა. პატარა ვიყავი, როდესაც ვნახე ნათლი მამას მესამე სერია იყო თუ არ ვთქვი, სოფია კოპოლა და ენდი გარსია როცა აკეთებენ ამ ნიუ-იორკის და იქ ენდი გარსია რო უყვება რომ აი ნამდვილი ნიუ-იორკი ესე უნდა დაიჭრას და რასა. სულ მაინტერესებდა რა იყო, როგორ კეთდებოდა. მოკლედ გავიგე რა იყო, როგორ კეთდებოდა, გავაკეთე და ხო თქვენც გიკეთებთ. ეხა აი აქეთა ბოლოს მოვაჭრი. ესე. და დავჭრი აი ესე, აი. ამას კიდე გავალამაზებ მე. ეს კერძი, როდესაც კარტოფილით კეთდება, უფრო მარტივია და უფრო კაი ფორმას იღებს, იმიტომ რომ აქ მე ნადუღის გარდა ყაბახიც მაქვს და მაქვს კიდე მწვანილი, ბაზილიკი და პიტნა. ამიტომ ის რომ ზუსტად ერთნაირი ფორმების იყოს, ესე არ გამომდის და ამიტომ იმ ვარიანტში, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ კარტოფილით, უფრო ერთი ზომის და ყველა ერთნაირი იქნება. აი ამისთვის ჭირდება ზუსტად ოჯახის წევრები რომ დაგეხმარონ. რა ეს აკეთო მაგალითად. ესეც ესე, ეს ნიოკები თითქმის მზად არის. ეს მომენტი ძალიან მიყვარს. ახლა რას ვაკეთებ? არის ვარიანტი, რომ აი ესე აჭერენ და ესე აკეთებენ. მეორე ვარიანტია, როგორც თქვენ მოგთ. აი ესე ჩანგლით ესე. აი ესეთ ფორმებს აძლევენ. პროცესი თვითონ ამის კეთების ვითომ ხო რთულია, არაფერ რთული არა, ძალიან მარტივია. ამავდროულად გასართობია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ხშირად ვაკეთებ ხოლმე ჩემს შვილებთან და მათ მეგობრებთან ერთად ხოლმე. ამასობაში იმდენ ამბავს ვიგებ ბავშვებისგან. ეს თავისთავად კონტაქტიც არის და ბევრი ერთად რო აკეთებთ ყვებთან ერთობით და უკვე ეს გადადის გართობაში და თქვენ ეს გსიამოვნებთ აუცილებლად. და შედეგი კიდე უფრო გსიამოვნებთ. მე კიდე ამას უკეთებ უგემრიელეს სოუს, ნაღებით, პიტნით, ბაზილიკით, თეთრი ღვინით და მოცარელა, პარმეზანი და მოკლედ შიგნით მთელი ამბავია. ესე. შემიძლია ახლა მე წყნარად წყალი დავადგა. გავაკეთო სოუსს და დაველოდო სტუმარს. აქ დავადგავ ამ წყალს. რასაკვირველია, ავიღებ ჩემ ძვირფას. განადგას ჩავყრი აქ წიწაკას ფერაც. მარილი ჭირდება ამ წყალში აუცილებლად, იმიტომ რომ შეამჩნიეთ ალბათ რომ ამაში არ გამიკეთებია მარილი და რატომ არ გამიკეთებია? იმიტომ რომ ისედაც ძალიან ბევრი გემოა, შეიძლება რომ წყლიდან აიღოს ეს მარილი და შემდეგ სოუსიდან რომ არ დამლაშდეს და თუ თქვენ დაგაკეთებთ იქვე ჯობია რომ დააყაროთ. ასევე ცოტა ზეითუნის ზეთს დავასხავ. ეხლა უკვე ვიწყებ სოუსის კეთებას. დაბალ ცეცხლზე ესე. ჩემი სტუმარი რომ მოვა, მე აქ ყველაფერი უნდა მზად გქონდეს, წყალი უნდა დუღდეს, სოუსი მზად გქონდეს რისთვის? იმიტომ რომ ეს ნიოკები ისეც მიხვდით რომ ძალიან რბილია და ამას დიდი ხარშვა არ ჭირდება. ამიტომ როგორც კი ჩავყრი, როდესაც წამოვა ზემოთ, იმ წუთშივე ამოვიღებ და ესე თითო-თითოდ ამ სოუსში გადაურებ და ეს იქნება პერფექტ. ეხლა აქ მინდა ესე ნაღები. როგორ მიყვარს ეს შესახედაობა ნაღები, როდესაც ერევა ზეთში. აქ შეგიძლიათ ხატოთ რაღაცების. ეხლა ეს წამოდუღდეს მინდა, რომ წამოდუღდება, მე დავამატებ ცოტა ღვინოს, კიდე წამოვადუღებ, ეს რო ღვინო აორთქდეს, მე დავამატებ უკვე დანარჩენ ინგრედიენტებს. წამოდუღდა ნაღები, ეხლა დავამატებ თეთრ ღვინოს. ნახევარ ჭიქას დაახლოებით, სადღაც 50 გრამს ეს. 50-60. ეხლა დავაყრი ესე ცოტა პარმეზანს აქა. პარმეზანს ვუმატებ და მოცარელას, იმიტომ რომ ჯერ მოცარელა გაიწელება და კარგი იქნება. მე ეს გემოები
შევა და ეს როდესაც ჩავა ამაში ყველაფერი ერთად აირება და გადასარევი რამე იქნება. ეს არ არის საერთოდ ახლა კლასიკური რეცეპტიც რა ნიოკის არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გავრცელებული რეცეპტია სარდინიაზე აკეთებენ ხშირად ამას ესე რიკოტათი და ბოსტნეულით მე ყოველ დღეში გავსინჯე ცუკინითარი მე შევცვალე ყაბაღით აქვს ბაზილიკი მე დაუმატე პიტნა იმიტომ რომ ჩემთვის ნადუღი და პიტნა განუყოფელი ნაწილი და მართლა ძალიან მოუხდა კიდე ამოურევ აი უკვე დაიწყო ცოტა შესქელება ამ ნაღების მასამ ეხლა დავიწყებ ეხლა ჩავყრი უკვე ჩავყარე პარმეზანი ჩავყარე ლიმონი ჩავყარე ლაიმის ცედრა ეხლა უკვე ყრი გახეხილ მოცარელას ესე დავამატებ მარილს და წიწაკას მე მგონი ამის კაცონი უფრო მოდის მაგრამ ძალიან უხდება კაი გემოსადმოს ეხლა დამჭა ბოლო აკორთი ეს ავიღე ბაზილიკი ესე და პიტნა ესე ზეთ მაგ ხო ნახეთ აბა წავიდა აი ხედავთ რა სიგემრიელი ელოდება ჩემს სტუმარს ჩემი სტუმარი ძალიან მალე მოვა და ამიტომ მე უკვე ჩავყარე ნიოკი მოსახარშეთ ამას პრინციპში 2 წუთი უნდა როგორც კი ამოვა ზემოთ ეს უკვე მზად არის და ჩავშვებ მე აქ გამარჯობა კეთინა გამარჯობა საყვარელო როგორ ბრძანდები ძიმე ქალთან მოვედი დიახ იცი როგორ მიხარ შენ ხარ ამჯერად ესეთ ფორმატში რომ ხო ზიხარ ხოლმე რაღაც მრისხანეს სახით ესეთი მრისხანეს სახით არა ნუ აი ედი მრისხანე თქვათ არა მაგრამ ნუ აი მძიმე იცი რა სულ მაინტერესდა რატომ მძიმე ეგრე დამარქვა სვანიძემ სანდრომ მართლა ჩემასიძე მართლა მაგან აქედან წამოვიდეს ყველაფერი ეგ არ ვიცოდი სხვათა შორის ეხლა გიკეთებ უგემრიელეს კერძს ეს არის ნიოკი ესე ქვია არის ძველი იტალიური კერძი რომის იმპერიიდან მოყოლებული აკეთებენ დღეს ცოტა სხვანაირი შიგთავსით არის ნადუღით არის ყაბაღით და ну ფქვილით და მე ასე შემდეგ იცე ზოგჯერ კეთდება კარტოფილითაც მე დღეს შენ უფრო პიკანტური დაგახვედე იმიტომ რომ იტალიას ვაწვევით დღეს ვაწვევით იტალიას არა იცი რას ვაწვევით დღეს რომ ეს სახელები ხო აშინებს ხალხს რა ნიოკს ნიოკ დღეს გავაკეთებ მე ნიოკის ხო და ნუ აი და რას აკეთებს ეს ქალი ხო შევა თქვა და დროს ნიოკი თუ გახსოვს აი ნათლი მამას მესამე სერიაში სოფია კოპოლა და ენდი გარსია აკეთებენ რაღაც ესეთი ცოტა ინტიმური სცენა. აი ხედავ. ეხლა რა მაინტერესებს იცი? აი მაგალითად რომელი კერძი განსაკუთრებულად გიყვარს ან რომელს გაუკეთებდი პიარს ქართულ კერძს ასე ვთქვათ. ჩაკაფული, ჩემი სამშობლო პირადად. ჩემი სამშობლო ხო არის რაღაც? ჩემი ჩაკაფულია. ჩემი სამშობლო არის ჩაკაფული. თავის სუნით და თავის გენოთი. არხუნით და გაზაფხულით და ყველაფრით, ხო? ჩემი საინტერესოა. აკეთებაც ვისწავლე და პირველი ესე გამომივიდა რა. კარგად გამომივიდა და დარწმუნებული ვარ. ხო. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად გამომივიდა, რომ შენ ვიცი რომ გიყვარს კეთება და შენი რაღაცა კერძიც გააქვს ერთი ისეთი განთქმული, ერთი უნდა გავსინჯო, მაინტერესებს. დაგპატიჟებ. რა გაღიზიანებს ქართულ რესტორნებში მაგალითად? ქართულ რესტორნებში მაგალითად ჯერ პირველი მენიუს ხო დაკვირვები ხარ? კი, როგორ არ ვარ დაკვირვებული. ზუსტად ერთი და იგივე თანმიმდევრობით რო წერია, ყველა კერძი და ერთი და იგივე ყველგან. ეგ თეკუნამაც აღნიშნე შენთან გადაცემაში. ხო, და მანამდეც ვილაპარაკეთ. ხო. ერთი ეგ მეორე აი ან მიმტანი, ან ძალიან უკმაყოფილოა ზოგადად სიტუაციით. ხო. ან ძალიან კმაყოფილია და ამით ხელს გიშლი. კაი, ეხლა რა მაინტერესებს? აი შენც მკითხე მე და მაინტერესებს შენი აზრი. აი შენ თუ გაქვს რამე კინოდან ჩარჩენილი რამე კერძი. კინოდან კი, იცი რა მაქვს? რამდენიმე ის მაქვს ჩარჩენილი. ერთი ბურატინოში რო დიდ ხორცს ჭამს. ხო, როგორ არ მახსოვს? რაგვარია ეგ კაცი ბასოვი. დურემარი. დურემარი რო ჭამს იმას.
დიდ ხორცს, ერთი მონანიებაში რო თევზს ჭამს. და კიდე ეგეთი ფილმია, ანუ რაღაცა გზელი სახელი, თავის საყვარელს რო წვავს ტიპი და რო ჭამს. ეგ არ მინახია. ხო, რა, კულინარიაზეა, მაგრამ ბოლოს თავის საყვარელს. თავის საყვარელს ჭამს. შეაფიცხინებს და მიირთმევენ, მერე ცოლი და ეგ თუ რა. რას ლაპარაკო? ანუ მე ეგეც არ ვნახავ. და ეხლა ნახე აქ ბოლო დეტალი უნდა გავაკეთო ესეთი. ხელსაწყო მაქვს, მე თვითონ მაგრად ვერთობი ამ ხელსაწყოთი. ეხლა შენ ცოტა არაკროფტიც არის. ხო. აქ ესე ამოყიდა. და აქ მოგირთავ ამას, რომ ლამაზად ხინდეს, იგეთ? ხო. ან გემოცექნება მთერადი პილი, ესე. გავსინჯო? ხო, აბა რა უნდა ქნა? აბა, გავსინჯოთ. ჩემი კულინარიული კურიოზები. არის კულინარიული კურიოზები? დაკავშირებულია ხაჭაპურთან. მართლა? გიცდია გაკეთება ხაჭაპური? ხაჭაპურს არ მიცდია, მაგრამ ორჯერ მქონდა ეგეთ შემთხვევა. ერთხელ მეძინა და ისევ ჭამდი ხაჭაპურს, მე მომიყვეს ეს ამბავი, რამდენიმე დღე ამძინებია და არ მიჭამია. შორეულ წლებში. სადღაც მოხდი რომ იქ რო საჭმელი არსებობდა და შემომიტანეს მეძინა თურმე. მძინარეს მაინც კულტურის ფონდში ჩამიდეს ხელში და ეგ სცენა ვიღაცებს აქვს ნახე მაშინ ის არ იყო ტელეფონი. ხო. მეორეც ხაჭაპური აი ფიდე ეგეთი კერძიერი თურქებს აქვს აჭარულს გავს. ნუ კვერცხი არა აქვს, უფრო თხეპით სასავით არის. მაგას 4 კაცი ჭამდით. რო ჩავიდე ძალიან ისეთი ყველია, ხა რო იწელება. რო ჩავიდე ეს მივხვდი რომ აი აქ აი თელსიგზაზე კიდია რაღაც. შენ ვიფიქრე რომ გადავყლაპავ, მე ვიფიქრე რომ პირიქით. ამოყლაპავ. და ნუ აი რაღაც მომენტში მივხვდი რომ იხჭო. ისინი კი იცინოდნენ გონიათ რომ რაღაცა და მე ვღადაობდით რომ აი როგორ მოკვდა ბიჭო და ხაჭაპური გადაცა. არა, ეგ არ ვიცი. ძიმე იქნებოდა. ეხლა მაინტერესებს აი ვისთან ერთად ისადილებდა ან ივახშმებდა მძიმე კაცი რო ქონდეს არჩევანი. ვისთან ერთად და არ ვიცი მაილდევისთან ერთად გავტეხავდი პორს. კარგია. ბულგაკოვთან ერთად. ეკაებში ბულგაკოვს დავიჯენდი. და დავალევდი თუინოს და ველაპარაკებდით რაღაცა. ნიკო ნიკოლაძესთან ძალიან ბევრი. ნუ ყავს, ხო, რასაკვირველია, ძალიან ბევრია გძელისია და საინტერესო სიაა სხვათა შორის ეგ ძალიან. არის რამე სადღეგრძელოები, რომელიც გაღიზიანებს და უცნაური, ჩვენ ისე ვიცით უცნაური სადღეგრძელოები. არა, არ მაღიზიანებს, საერთოდ ყველას გონია რომ ძალიან მაღიზიანებს ეს სადღეგრძელოები. სადღეგრძელო არ ვიცი, ვერ ვიხსენებ, მაგრამ მე მაქვს ნახი სია სადღეგრძელოების. აი, აკროვდეთ, ხო იცი? 63 სადღეგრძელოები. რომელიც ალბათ ქორწილშია თამადა, თუ საზეპიროებია. რაღაცა ის იყო, ბავშვის რაღაცა, ნუ ვრცელი ის იყო, ღონისძიება. ეს დათვრა ეს ტიპი ეს თამადა და ვიღაცა მაიღო და მე იმას მისცა და ეს იყო საოცრება. როგორ იწყებოდა იცი? აბა. ეს დანომრილი იყო. აჰა. პირველი უფალი. აჰა. მეორე პატრიარქი და მე ნუ დედმამიშვილი ის 55 აი თან დაკონსპექტებული ისინი იყო რა შპარგალკაში როგორც გიწერია ხო იცი რაც მამი და ძახალი პლუს მინუს ბიძაშვილი და სახელები რო ეცენ მე რო კითხულობ შენ ხო არ იცი რა ქვია იმას ხო და მე მინდა შენი ხელების სადღეგრძელო შევსვა რა ძალიან მიხარია რომ ესეთ კარგი რაღაცის კეთება დაიწყე, ანუ ხალხს ასწავლი რაღაცებს, რაც მათ არ იციან, საიდუმლოებებს. მჯერა რომ წარმატებული პროექტი იქნება, იმიტომ რომ ნიჭიერი ხარ. რავი, წარმატებებს გისურვებ და ძალიან გემრიელად გაგეგრძელებინოს ეს პროექტი. კაი, და იცი რა მითხარი, ახლა აი როგორი გემრიელია, კი არა და აი შენ წარმოდგენაში ვინა ვარ ამ სფეროში. პელე, მარადონა, ზიდანი თუ მესი? მე მიყვარს ზიდანი. მეც.
ნაჭი ძიდან ეხარ. ალბათ საინტერესო იყო ორი ძიმე კაცის და ძიმე ქალის საუბარი, გემშვიდობით მოვალ შეხვედრამდე.